მოგესალმებით მეგობრებო და მოდი ყველანაირი გეგონათ რომ კიდე იგივეს ვიტყოდი არა დღეს სხვანაირად დღეს განვიხილავთ One Piece-ში ყველაზე ძლიერ ჩარაქტერებს ანუ პერსონაჟებს რა სისუსტეები აქვთ და ჩემი აზრით ძალიან საინტერესო იქნება Shanks შეიძლება რა სისუსტე ქონდეს ან Luffy-ს ხოლო Roger-ის სისუსტეს ბოლოსთვის მოვიტოვებ ამიტომ მოდი დავიწყოთ პირდაპირ ვიდეო და მოდი რა თქმა უნდა პირველი დავიწყოთ Luffy-თ რადგან როდესაც ვფიქრობდი რა სისუსტეები შეიძლება ქონდეს პერსონაჟებს პირველი გამახსენდა Luffy და Luffy-ს ძალიან მარტივი სისუსტე აქვს ყველა ბრძოლაში ნუ უკვე აღარ ვიძახი ბოლო ეპიზოდებს ყველა ბრძოლაში შესაძლოა ბრძოლობს რაღაცა ძლიერს როცა გამოიყენებს всё იღლება კვდება იმენა მოხუც კაცს გავს რაღაცა ეგეთი და მე არის ძალიან სუსტი ამ მომენტში რა და ჭირდება რამოდენიმე ხანი დასვენება ნუ ეს პრობლემა საბოლოოდ მას მოიხსნა მაგრამ ძალიან დიდი ხნის განმავლობაში მისი პრობლემა იყო დაღლილობა მაგრამ რეალური სისუსტე რაც ლუფის გააჩნია ეს არის რომ ცოტა დებილია რა ანუ ცოტათი, იმიტომ რომ ანუ ყველას ენდობა ძალიან მარტივად რაღაც საჭმელს დაინახავს ხო? ეს რა მაგარი საჭმელია იმის და მიუხედავად ვინ მოაწოდა ეს მაგალითად შეიძლება მოწამლული იყოს ხო? ანუ არ აინტერესებს და თავისი ეკიპაჟი რომ არ ყავდეს და რო არ ეუნებოდეს შენ დებილი ხო არა ხარ ასაკეთებ ანუ ნებისმიერ ტიპი მოკლოდა ძალიან მარტივად ხო და ეგ არის ჩემი აზრით ლუფის სისუსტე. ხოლო შემდეგი პერსონაჟი არის გარპი რომელიც ჩემი აზრით ერთ-ერთი ძლიერი პერსონაჟია მას ისეთი ძლიერი ჰაკი აქვს რომ მთლიანი კუნძულიც კი გაუხლეთ შუაზე მაგრამ რა შეიძლება იყოს გარპის სისუსტე ეს არის კეთილი გული. რას გულისხმობ კეთილ გულში. მაგალითად, მისთვის ვირფასი ადამიანი რომ მოიტაცო და რაღაც კუნძულზე დაამწყდიო, ყველაფერს გააკეთებს, რომ ეს პერსონაჟი, ანუ მისთვის საყვარელი ადამიანი გადაარჩინოს. აი, რა ვიცი, ხმალსაც კი გადაეფარა რაღაც მომენტში, რომ ის გადაერჩინა, ხო? და ჩემი აზრით, გარპს, ასე რომ ვთქვათ, ასე ძლიერ პერსონაჟს რომ როგორღაც მოუგო, მარტივად უნდა მოიტაცო მისთვის მნიშვნელოვანი ადამიანი და ამის ხარჯზე დაამარცხო გარპი. მოდი შემდეგი განვიხილოთ შავწვერა. ჩემი აზრით, შავწვერას ორი დიდი სისუსტე აქვს მე რაც დავინახე ყოველ შემთხვევაში პირველი ის არის რომ მის Devil Fruits აქვს გამძაფრებული გზნობები ანუ როდესაც ის თავის სიბნელის Devil Fruits იყენებს მას რომ დარტყმა მიაყენო ორმაგად უფრო ტკივა ამის ხარჯზე შენ შეგიძლია რომ მას ისეთი დარტყმები მიაყენო რაც ანუ აგონიაში ამყოფებს ძალიან ეტკინება და ანუ იმაზე იყო ორიენტირებული რომ რაც შეიძლება მეტი და მეტი დაარტყა საბოლოოდ ანუ იმდენად მტკივნეული იქნება მაგისთვის რომ დანებდება და შესაძლებლობა გექნება რომ მოკლა ან მეორე ვარიანტი რაც დავინახე იყო რომ ზედმეტად თავდაჯერებული არის რა და ეგ იმაში უშლის ხელს რომ თქვათ რაღაცა წინასწარ გათვალოს მაგალითად თუ ავიღებთ ისეთ ვარიანტს როდესაც მისთვის ძალიან კომპლექსურ მახეს მოაწყობ თქვათ მარინები რომ აიღო ასევე ადმირალები და ასე რომ თქვათ ნელ-ნელა მიიტყუო შენი მახისკენ ანუ იმდენად თავდაჯერებულია და იმდენად ჯერა რომ ძალიან ძლიერია ვერც მიხვდება რეალურად რომ მახისკენ მიყავს რა და მაგითაც შეგიძლია რაღაც მხრივ დაამარცხო მოდი ახლა განვიხილოთ კაიდო რა შეიძლება ქონდეს აი დრაკონს რომელიც ტყვია გაუმტარია სისუსტე ხო? ერთი რაც ვიპოვე ეს არის რომ ძალიან ევასება დალევა. დალევა თუ ასე ძალიან მოწონს, შეგიძლია შენ სასმელით კაიდო მოატყუო და ნუ ასე რომ ვთქვათ რომ ნასვამი რო იქნება და რომ გამოთრება და სანამ პახმელია იქნება, შეგიძლია ციხეში წაიყვანო და ჩასვა რაღაც ვთქვათ გათხარო 1 კილომეტრიანი მიწისქვეშა გამოქვაბული ან კიდევ უფრო უკეთესი უბრალოდ ზღვაში ჩააგდო და ეგრეთ დამთავრდება ყველაფერი. მოდი შემდეგი განვიხილოთ Shanks-ი. ალბათ ჩემი აზრით Shanks-ი ძალიან გაინტერესებთ ყველას, აი რა შეიძლება ქონდეს Shanks სისუსტე, რომელიც არის ყველაზე ძლიერი პერსონაჟი, აქვს უძლიერესი ჰაკი და რავი, ქიდი ისე მარტივად დაამარცხა თითქოს არც არაფერი არ ყოფილიყო რა. და სწორედ აი ამ ქიდთან ბრძოლაში ჩანს რა არის მისი სისუსტე. მისი გუნდის წევრები. მისი გუნდის წევრები Shanks-თან შედარებით საკმაოდ სუსტები არიან. თან იმასაც თუ გავითვალისწინებთ რომ არც ეს არ აქვს Devil Fruit-ი, ხო ანუ სხვა პერსონაჟებთან შედარებით ძალიან მარტივად შეიძლება მათი დამარცხება. რის შედეგადაც Shanks-ი ყოველთვის ვალდებული არის ასე გამოდის, როდესაც ძლიერ პერსონაჟებს ეჯიბრება თავისი გუნდის წევრები რაღაც მხრივ დაიცვას. მაგალითად, როდესაც ნახავ რომ მომავალში ქიდი მთლიან გუნდის წევრებს გაუნადგურებდა, იმ წამსვე რაღაც დაფრთხა გადაწყვიტა რომ პირდაპირ დაემარცხებინა ქიდი და ამით ჩვენ მარტივად ვნახეთ რომ მისი სისუსტე არის მისი გუნდის წევრები. თათვალეთ რომ თუ მის გუნდის წევრებზე გავაკეთებთ შეტევას, ასე რომ ვთქვათ, ყურადღებას გავუფანტავთ Shanks, ალბათ დავამარცხებთ. მაგრამ ნუ ისეთი არის Shanks-ი რომ დავამარცხებთ თუ არ დავამარცხებთ ამ გზით, სავარაუდოდ არ ვიცით, მაგრამ ძალიან კარგი შანსი იქნება ასე რომ ვთქვათ. ხოლო შემდეგი მოდი განვიხილოთ თეთრწვერა. რა შეიძლება იყოს თეთრწვერას სისუსტე? და ესეც ძალიან მარტივია. Shanks-ის იდეოლოგია სხვათა შორის ძალიან გავს. მისი გუნდის წევრები არიან მისი ოჯახის წევრები პარალელურად. ამიტომ ვთქვათ, როდესაც Ace-ი დაიჭირეს, რა თქმა უნდა თეთრწვერა წავიდა რომ თავისი ოჯახის წევრი გადაერჩინა და ეს სისუსტე გამოიყენა მარინებმა და მოკლეს კიდეც ამ გზით. ამიტომ ჩემი აზრით მარტივი მისახვედრია რა შეიძლება და ყოფილიყო თეთრწვერას სისუსტე. ხოლო სანამ შემდეგ ვიდეოზე გადავალთ, დიდი თხოვნა მექნება რომ დაალაიქოთ ვიდეო და
გამოიწეროთ არხი. რა თქმა უნდა, ეს სისუსტეები უბრალოდ თეორიულია და შეიძლება არც კი გაამართლოს, მაგრამ ჩემი აზრით საინტერესო არის, რომ მაინც ვიცოდეთ რა შეიძლება ქონდეს სისუსტეები უძლიერეს პერსონაჟებს. და ყოველთვის ისეთი შემთხვევა არის ხოლმე, რომ რეალურად ძალიან ფსიქოლოგიური მომენტი არის ყველასთვის რა. შეიძლება ფიზიკურიც იყოს, მაგრამ უმეტეს შემთხვევაში ფსიქოლოგიური. თქვენი აზრით თუ გაქვთ რა შეიძლება იყოს კიდევ მეტი სისუსტეები ან როგორ შეიძლება დაამარცხო ასეთი პერსონაჟები, დაწერეთ კომენტარებში, რა თქმა უნდა, საინტერესო იქნება და წავიკითხო და ხო, არ დაგავიწყეთ ვიდეოს დალაიქება, ახის გამოწერა და ახლა გავაგრძელოთ. მოდი ახლა განვიხილოთ Big Mom-ი. ანუ წარმოიდგინეთ, უმაგრესი ჰაკი აქვს, უმაგრესი devil fruit-ი აქვს, ჩათვალეთ უკვე გაუმტარი სხეული აქვს და როგორ შეიძლება ასეთი პერსონაჟი დაამარცხო, რომელსაც ამდენად ძლიერი ძალები აქვს ერთად, ხო? ყველაზე მარტივი გამოსავალი აქ იყო სურათის, აი იმ სურათის, რომელიც მას ძალიან უყვარს, ამ სურათის გატეხვა. ასე მოიქცა სხვა პერსონაჟი, დეპრესიაში ჩავარდა Big Mom-ი და ძალიან, ასე რომ ვთქვათ, vulnerable მომენტში იყო. ამიტომ ასეთ დროს შეგიძლია უბრალოდ სურათი გატეხო, შემდეგ როდესაც დეპრესიაში იქნება, შემდეგ მიხედო და მოიგო ბრძოლა რა. ხოლო შემდეგი არის ოდინი. წარმოიდგინეთ, ადამიანი, რომელსაც აქვს ორი უძლიერესი ხმალი, აქვს უძლიერესი ჰაკი, როჯერსაც ებრძოლა, თეთრწვერასაც ებრძოლა, ანუ პრაქტიკულად დაუმარცხებელი პერსონაჟი ჩანდა თითქოს რა. კაიძუსაც კი დარტყმა ისეთი მიაყენა, რომ ჭრილობა დარჩა რა სხეულზე. და როგორ შეიძლება დაამარცხო ასეთი ადამიანი? რა სისუსტე შეიძლება კონდეს, ხო? ძალიან მარტივად. ლუფისნაირად ისიც ძალიან მარტივად ენდობა ადამიანებს. როდესაც უთხრეს, რომ თუ შენ ყველაფერს შეასრულებ, კაიძუ წავა ამ ქვეყნიდან 5 წელიწადშიო, მანაც დაიჯერა ეს ყველაფერი რა, ძალიან მარტივად. თითქოს არავინ არასდროს არ იტყუებოდეს და ამის ხარჯზე ოდინი ასე მარტივად დაამარცხეს და მოკლეს. ხოლო შემდეგი არის Monkey D. Dragon-ი. და რა შეიძლება იყოს ასეთი ძლიერი პერსონაჟის სისუსტე, ხო? რეალურად თვითონ ეს ტიპი არის სისუსტე, იმიტომ რომ ყველა ევენთი, ყველა მოქმედება, ყველა ბრძოლა, ყველა ომი, რაც კი მოხდა, ერთშიც არ მიუღია მონაწილეობა, ანუ ყველაფერზე უარს ამბობს. ამაზე ხუმრობებიც არსებობს, რომ მიდი რამე გააკეთეო რა, ჯუხით ჭკირებენ რა, ფოტოს ჩავაგდება აქ და ნუ მოკლედ ამ ტიპის მთლიანი სისუსტე ის არის, რომ არაფერში არ მონაწილეობს არასდროს. ანუ რამდენად ძლიერია ისიც კი არ ვიცით. ხოლო შემდეგი პერსონაჟი არის Lau. და Laus როგორც ვიცით, აქვს ძალიან ძლიერი devil fruit-ი და ასევე ჭკვიანიც არის, კარგად გასვლა შეუძლია, კარგად შეუძლია ბრძოლაში კალკულაციები გააკეთოს და როგორ შეიძლება ასეთი ძლიერი პერსონაჟი დაამარცხო, ხო? მისი ყველაზე დიდი სისუსტე არის ისევ დაღლა, ანუ მისი ენერგია იმდენად იხარჯება, როდესაც თავის devil fruits იყენებს, რომ რამოდენიმე წუთში всё, უკვე დაღლილია თუ ძალიან დიდი ოდენობის რაღაცეები გაჭრა, ადგილი გაუცვალა და ასე შემდეგ. ამიტომ ალბათ მისი სისუსტე ის იქნება, რომ მარტივად იღლება და რაც უფრო დროს გააწელავ, მით უფრო დაიღლება და მით უფრო მარტივად დაამარცხებ. ამიტომ ჩემი აზრით ესეც საინტერესო სისუსტე არის. ხოლო შემდეგი განვიხილოთ Kid-ი. და რა თქმა უნდა, Kid-ის სისუსტე ძალიან მარტივი მისახვედრია, ეს არის ისეთ გარემოში წაიყვან Kids, სადაც მეტალი არ არის. ანუ ხომ მისი მთლიანი ძალა დაფუძნებული არის მაგნეტიზმზე რა, ანუ მეტალის თავისთან მოზიდვაზე, გარდაქმნაში და ასე შემდეგ. ამიტომ თუ შენ სპეციალურად მოაწყობ ისეთ გარემოს, სადაც არანაირი მეტალი არ იქნება და Kid-ი აქ აღმოჩნდება, რა თქმა უნდა, უფრო მარტივი იქნება მისი დამარცხება, უფრო მარტივი იქნება მასთან ბრძოლა და ხო, ეგ არის მისი ყველაზე დიდი სისუსტე. და ჩემი აზრით, ახლა რომ Sanji-ს განვიხილავთ, რა თქმა უნდა, მისი სისუსტეც ძალიან მარტივი მისახვედრი იქნება. რა თქმა უნდა, გამოიყენებ უბრალოდ ნებისმიერ ქალს, გოგონას, რომ Sanji-ს ყურადღება გაიფანტოს და აი ასე მარტივად შეიძლება Sanji-ს დამარცხება. და ვაი და ისეთ გარემოში თუ აღმოჩნდა, სადაც უამრავი ქალია, აი მან საერთოდ თავისით დამარცხდება, ანუ შენ არაფრის გაკეთება არ მოგიწევს რა. ხო, ეგ არის მოკლედ Sanji-s სისუსტე. და რა თქმა უნდა, ახლა უნდა განვიხილოთ Zoro-s სისუსტე. და დარწმუნებული ვარ, აი ახლა ყველა მიხვდება რა შეიძლება იყოს Zoro-s სისუსტე. რა თქმა უნდა, ეს არის მან არ იცის სადმა წავიდეს, ანუ არ აქვს იმის გააზრება, Google Maps-ი თუ არ აქვს ჩართული, ჩათვალეთ Zoro ვერასდროს ვერ იჩხუბებს, ანუ თუ ლაბირინთში შეიყვანებს, ალბათ იქ იქნება მთელი ცხოვრება, სანამ არ მოკვდება რა. ნუ ეს სისუსტე ყველამ ვიცოდით. და ახლა რასაც ყველა ელოდებოდა, რა თქმა უნდა, რა არის როჯერის სისუსტე, ხო? ნუ ჩემი აზრით როჯერის ძალა იმაში არის, რომ ყოველთვის იბრძვის რა, ანუ რაც არ უნდა იყოს, ვინც არ უნდა იყოს, ყველას ებრძოლება, რადგან ერთ-ერთი უძლიერესი პერსონაჟი არის. 3 იმ დროის იმპერორიც კი დაამარცხა, ხო? მაგრამ რეალურად ეს ძალა მისი სისუსტეც არის, რადგან როდესაც თქვათ ისეთ ბრძოლაში მოუწევს შესვლა, სადაც მას არანაირი შანსი არ აქვს რეალურად, მაინც იბრძოლებს, რადგან უკან
არასდროს არ იხევს რა და ნუ იქ ერთ-ერთ ბრძოლაში გადარჩა რომ ტალღებმა ჩაძირა ის გემები, თორე როჯერი შეიძლება მან დამარცხებულიყო. ხო, ამიტომ რეალურად როჯერს ასეთი თვალსაჩინო სიზუსტე არ აქვს, რადგან არც ზღვის არეშინია, რადგან დევოლფრუტი არ აქვს ნაჭამი, უძლიერესი ჰაკი აქვს, ანუ ყველაზე ძლიერია, ხო, თეთრწვერა იქნებოდა თუ ვინც არ უნდა ყოფილიყო, ყველას ებრძოლებოდა. ამიტომ ხო, ყველაზე, ასე რომ ვთქვათ, მინიმალური სიზუსტე რაც მასში ვიპოვე, ეს არის რომ არასდროს არ გაურბის ბრძოლას, ანუ სტრატეგიულად არასდროს არ გარბის, რაც შეიძლება ვიღაცისთვის რაღაც მომენტში დამოუკებელი იყოს. მაგრამ ჩემი აზრით ეგეც ძალიან საინტერესოა. მეგობრებო, დღეისათვის სულ ეს იყო. იმედია მოგეწონათ ვიდეო და თუ მოგეწონათ აუცილებლად დაალაიქეთ და ასევე გამოიწერეთ არხი. დააკომენტარეთ თუ ასეთი მსგავსი კონტენტი მოგწონთ, რადგან შეიძლება უამრავ ანიმეზე გადავიღოთ ასეთი კონტენტი, რომ რა შეიძლება იყოს თქვათ სუკუნას სიზუსტე, რა შეიძლება იყოს ან გოჯოსი ან რავი, ნებისმიერი ანიმედან არ არის, Demon Slayer-დან მაგალითად, ხო? თუნდაც Solo Leveling-დან. უბრალოდ დააკომენტარეთ, თქვათ თუ მოგწონთ ასეთი სტილის ვიდეოები. ასევე არხის გამოწერა არ დაგავიწყდეთ, ვიდეოს დალაიქება. თუ ავალთ 1-500 ლაიქამდე კარგი იქნება, ხო? და მეც გამიხარდება. დღეისათვის სულ ეს იყო და აბა მომავალ შეხვედრამდე.